შედგება თუ არა დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებას აფასებენ პოლიტიკური პარტიები. განცხადებაში მკაცრად არის დაგმობილი სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა, ასევე ხაზგასმულია პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობა. პარტიებს შორის დიალოგის არარსებობას ადასტურებს მმართველი გუნდიც. მათი განმარტებით, ამ საკითხზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება. ხელისუფლების ოპონენტები კი აცხადებენ, რომ არ არსებობს დიალოგისთვის არანაირი სივრცე იქამდე, ვიდრე არ გადაიჭრება მთავარი პრობლემა. სამართლიანი არჩევნების და პოლიტპატიმრების საკითხი. დიალოგი საერთოდ როგორ შეიძლება გაიმართოს იმ პირობებში, როდესაც ესეთი დრაკონული კანონები მიიღო ოცნებამ და ხა ერთის მხრივ დაამძიმოს ისედაც მძიმე ავტოკრატიული რეჟიმი შეზღუდოს განსხვავებული აზრის გამოხატვის თავისუფლება და მიიღოს ესეთი ანტიდემოკრატიული კანონები და თან ისაუბროს, რომ დიალოგისთვის მზად ვარო, ეს მე მგონი შეუთავსებელი. არც ამბობს, რომ მზად არის ჯერჯერობით. მე არ მოგისმენია ჯერჯერობით, თუ თითქოს მზად არის ოცნება დიალოგისთვის. ეს რომ თქვას, ეს არ იქნება რეალური, ეს იქნება მხოლოდ რაღაცა, ასე ვთქვათ, ყალბი განცხადება, მაგრამ სინამდვილეში ოცნებას უნდა ერთადერთი რამ, რომ თავის შუაზე აკეთოს ყველაფერი და არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არ გაწევრიანდეს და ამ შემთხვევაში ევროკავშირია მთავარი, სადაც მოეთხოვება მას დემოკრატიული ნორმების დაცვა. ვიდრე პოლიტიკური დევნა ხორციელდება, ვიდრე ქართული ოცნება ცდილობს, რომ ყველა დააკავოს, ან ქვეყნიდან გააქციოს, ან მასზე აწარმოოს პოლიტიკური დევნა, ვინც შეიძლება დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს ფაქტობრივად არის შეუძლებელი, იმიტომ რომ სივრცე შეიძლება ითქვას დღეს დიალოგისათვის არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ქართულ ოცნებას ნამდვილად შეუძლია გადადგეს ნაბიჯები იმისათვის, რომ აი ეს სივრცე როგორმე საზოგადოებაში, მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებში კი არა, საზოგადოებაში გაჩნდეს, იმიტომ რომ გამარჯვებული გამოვიდეს ჩვენი ხალხი და გამარჯვებული გამოვიდეს ჩვენი ქვეყანა. ორი მთავარი გზავნილი ფიქრობ იყო ის, რომ ერთი რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ძალადობრივი დამხობა იქნა დაგმობილი და არჩევნების და პარლამენტის ბოიკოტი იქნა დაგმობილი. აი სულ რაღაც ორი წინადადება დასჭირდა ამას და მე მინდა ვკითხო ევროკავშირის ელჩს. რთულია? აი რთულია მარტივი ჭეშმარიტების თქმა, ამას აკეთებენ განზრახ იმისთვის, რომ მათ მიერ რადიკალიზმისთვის მიცემული ლეგიტიმაცია არ გამოაცალონ. იმიტომ დღეს რადიკალიზმი არის სრულად ლეგიტიმირებული გარედან. დღეს ჩვენ სინამდვილეში ყავს არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ რადიკალური ბრიუსელი, რომელიც ცდილობს საქართველოში ძალადობრივი სცენარების განხორციელებას, საქართველოში ცდილობს ხელისუფლების შეცვლას გარედან. 4 ოქტომბერი ეს არის მაგალითი იმ ჩაფლავებული ხელისუფლების დამხობისა, რომელიც იყო სრულად გარედან მხარდაჭერილი ევროკომისიის პრესპიკერის დონეზე. ყველა რადიკალის უკან არის ევროპული ფული, ყველა პროპაგანდისტის უკან არის ევროპული ფული და ყველა ძალადობრივი ჯგუფის უკან ჩვენ ხედავთ ევროპულ ფულს. ეს დამტკიცებული არის ბევრჯერ უკვე, მათ შორის თავადაც აქვს აღიარებული, მათ შორის მოქმედი ელჩს აქვს აღიარებული, რომ ევროკავშირი აფინანსებდა მოლოტოვის კოქტეილის კამპანიას.